ჩვენი სტუმარია ტანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი, როგორც ყოველთვის მისი მოსვლა ჩვენთან ყოველთვის ასოცირდება ხოლმე ცხოვრების ჯანსაღწესთან, ფიზიკურ აქტივობასთან და დღესაც ვფიქრობ ჩვენ სტუმართან ერთად ბევრ საინტერესო და საჭირო საკითხზე ვისაუბრებთ და მივიღებთ ბუნებრივია. და მე დავამატებ სილამაზესთან. რა თქმა უნდა, სილამაზესთან ერთად. დილო მშვიდობისა, ქეთი, ძალიან დიდი მადლობა ჩვენთან მოგზაურობისთვის. დილო მშვიდობისა, მადლობა ასეთი წარდგენისთვის და მეც მიხარია თქვენთან მოსვლა ყოველთვის. დიდი მადლობა. ხშირად ხარ ჩვენი სტუმარი და ხშირად ვსაუბრობთ ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, რჩევებს გვაძლევთ. მარტივია ერთი შეხედვით თეორიულად ადამიანს მისცე რაღაც რჩევა ჯანსაღი ცხოვრების წესის შესახებ, თუმცა პრაქტიკაში რამდენად ვახორციელებთ ამ ყველაფერს, ეს მეორე საკითხია. თეორია და პრაქტიკა როგორ შეიძლება რომ ადამიანმა შეუხამოს თავის ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანი და საინტერესო იქნება ალბათ თქვენი პასუხი. დიახ, პირველი ნაბიჯი ეს არის სწორად, რომელსაც ვერ-ვერევით ხოლმე ნებისმიერ საქმეში. თეორია და პრაქტიკა უნდა გავაერთიანოთ. და აქ მთავარია ყველა დამეთანხმება, ალბათ ნებისყოფა და დისციპლინა საკუთარ თავთან. ძალიან ბევრი საქმეა, მით უმეტეს ჩვენ ყველა ზრდასრულ ადამიანს მოგვეთხოვება და ყველაფერს რა თქმა უნდა სიამოვნებით და სიხარულით არ ვაკეთებთ, ხო? ეს ბუნებრივია. მაგრამ ნუ თავიდან უნდა დავაძალოთ საკუთარ თავს. შემდეგ ეს უნდა გახდეს ჩვევა და აი, როდესაც ხდება ჩვევა, მერე ადამიანი ეჩვევა ნებისმიერ რაღაცას, ხო? და მერე უკვე მით უმეტეს როცა ეს სასარგებლოა ჩვენთვის, ხო? ჩვენი თუნდაც მენტალური ჯანმრთელობისთვის, ფიზიკურად კარგად ყოფნისთვის, მერე უკვე ორგანიზმი თვითონ ითხოვს ამას. მერე იქაც კიდე ცოტა ძალდატანებაა საჭირო, იმიტომ რომ აი ხანდახან არის ხოლმე უკვე თითქმის რომ მიაღწევენ მიზანს, აი ფორმაში რომ ჩადგეს ადამიანი და სულ იაროს, ხო? სპორტ დარბაზში, აი მაგალითად სექტემბერში არის ხოლმე მოზღვავება, ვიწყებს ახალწლად დაკლებას ან იანვარ-თებერვალში ზაფხულისთვის კლებას და მერე ზაფხულში დაიკლებენ წონაში და მერე აი აღარ თითქოს აი სრულდება. აი ზუსტად მანდ არის კიდევ ერთი ბოლო ფინიშის ხაზი, ესე ვეძახი ხოლმე რა. აი კიდევ ერთხელ უნდა ადამიანმა საკუთარ თავს ძალიან მოთხოვოს და აი იქაც კიდევ ერთ მომენტს თუ გადალახავს, მერე უკვე ძალიან მარტივია ყოველდღიურად ადგომა, თუნდაც იქ ღამე გვიან დავიძინეთ, ან არ გვეძინა კარგად ხო, ან გვეზარება, ან თუნდაც მივაღწიეთ სასურველ წონას და თითქოს აი აღარ არის საჭირო სპორტ დარბაზში წასვლა და ჯანსაღი პროდუქტების მიღება და ცოტა შეგვიძლია დავარღვიოთ დიეტა, ასე თიფიქრები ყოველთვის მოდის ხოლმე. აი იქაც ცოტასაც თუ მოვითმენთ უკვე მერე ეს ხდება ჩვევა და ბევრად მარტივია გაკონტროლება და აი ნამდვილად ასეა მე საკუთარ თავზე შემიძლია ვთქვა, ჩემი გამოცდილებით და ჩემი უკვე მოსწავლეების გამოცდილებითაც, რომლებიც იგივე გზა გაიარეს და ახლა ამბობენ, რომ აი ეხლა რა მარტივია უკვე. მე ხანდახან ძალიანაც მინდა გემრიელი საკვები და ცომიც და რა თქმა უნდა მეც ადამიანი ვარ და მაგრამ აი რაღაცნაირად ჩვევა არ მაძლევს ამის უფლებას და უფრო მარტივია დაძლევს საკუთარი თავი. მაგალითით რომ ვისაუბროთ არჩეულებრივ მდგომარეობაში ბრძანდებით მოლოდინში ხართ ხომ შესაბამისად გყავთ კიდევ შვილი და ეს ყველაფერი ანუ თავისთავად მოითხოვს გარკვეულ დროს რეჟიმის ცვლილებას ასე ვთქვათ ხო სანამ შვილები არ ყავს მანამდე უფრო სხვანაირად უვლის საკუთარ თავსაც დღის წესრიგით სხვანაირად გაქვს გაწერილი მერე უკვე როდესაც ზედა ხდები სხვა პასუხისმგებლობები შემოდის თავისთავად და ცდილობ რომ ეს ყველაფერი მოარგო და შენც მოერგო ამ სიტუაციას, მაგრამ თან არ დაკარგო ის, რაც შენ გინდა, რომ შენს სხეულს, შენს ჯანმრთელობასაც ხელი შეავლო ამ კუთხით და ყურადღება არ მოაკლო. თანამედროვულად დაკავებული ხართ, გყავთ არაერთი მოსწავლე, ასე ვთქვათ, რომელთაც გზას უყოლავთ, მაგალითს აძლევთ თქვენი ცხოვრების სტილით. აი ეს ყველაფერი ჩვენი მაყურებლისთვისაც სამაგალითო და მისაღები და აღსაქმელი რომ იყოს მარტივად თუ როგორ შეიძლება ამ ყველაფრის მიღწევა. და ეს დროის გადანაწილებაც სამავდროულად თან რომ ყველაფერს გაართვა თავი. კი ბატონო. ნუ ჩემ შემთხვევაში აი დავბრუნდები 1-20 წლით უკან გადახვევას გავაკეთებ. ამ ყველაფერში დამეხმარა მე სპორტი. აი ეს დისციპლინა. სპორტი ძალიან კარგ უნარჩვევებს აყალიბებს ადამიანში და სულ რო არაფერი ვიძახი ხოლმე. ამბობენ რომ აი თუ არ გამოვიდეთ, თუ მონაცემები არ აქვს ადამიანს და ეს ვერ არის ხო სიტყვაზე კარგი ტანმოვარჯიში ან კარგი მძლეოსანი ან ნებისმიერი ხო სპორტის სახეობა რო ავიღოთ, იქ ყალიბდება დისციპლინა, იქ ყალიბდება დროის მენეჯმენტს სწავლობს, გინდა არ გინდა სპორტსმენი. ხო და სულ ვამბობ რომ აი სპორტზე მე ყველას ვურჩევ რომ ატარონ ბავშვები, არა იმიტომ რომ ვიღაცამ ხო მარტო მედლისთვის ხო
არ დავდივართ იქ. ეს არის ძალიან კარგი ადამიანის ჩამოყალიბება, მით უმეტეს, აი დღეს თანამედროვე ჩვენს ყოფაში ეს თვისებები გახდა უძვირფასესი. აი მართლა ფასი არა აქვს ამ დროის სწორ მენეჯმენტს, გამძლეობას, მოთმინებას, დისციპლინას, ხო, რო გეტყვიან და უხეშად რო თქვა, თავი უნდა ჩახარო, გააკეთო. მე ეს აუცილებლად ფასდება და ამიტომ ყველას ვურჩევ, რომ თუ კარგი სპორტსმენი ვერა, კარგი მოქალაქე, ყოველთვის გამოდის სპორტული დარბაზიდან ადამიანი და იქიდან დაიწყო ჩემთანაც ყველაფერი. მე ვისწავლე დროის სწორი მენეჯმენტი. მე ვისწავლე, რომ შრომის გარეშე ადამიანი ვერაფერს ვერ აღწევს. ეს 2x2 4-ია. კი, არსებობს რა თქმა უნდა გამართლება და ინდივიდუალური შემთხვევები და მეც ძალიან გამიმართლა, როდესაც მოვიგე პროექტი ცეკვავენ ვარსკვლავები, მაგრამ დიდი შრომა აუცილებელია და სპორტი ამას აჩვევს. მერე აი ეს დროის სწორი გადანაწილება, ხო, აი ეს ვიცოდი რომ დილას შვიცარზე თუ არ ავდგები, ვერ მოვასწრებ ბევრ საქმეს, ვერ მოვასწრებ იგივე მე ძალიან მინდოდა ტელევიზიაში მემუშავა და ძალიან ბევრ კასტინგზე ვიარე, ძალიან ბევრი უარი მივიღე, იქ ენის ბარიერი იყო, იქ რაღაცა მეტყველების, ხო, იქ რაღაცა სწორად ჯდომის თუ, ნებისმიერი ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ არ ვნებდებოდი, აქაც ძალიან დამეხმარა სპორტი და ეს ჩვევები, რაც სპორტში გამოვიმუშავე. ბევრი გულისტკენად სხვათა შორის, რასაც დღეს ბავშვები ვერ ეგუებიან და სულ ვამბობ, რომ ამის გარეშე არაფერი არ მოდის, დიახ და აი ნახოთ თქვენ სწორედ აღნიშნეთ, ეხლა ილიაზე ბევრად მარტივი იყო, ნამდვილად მე ვარჯიშობდი, ძალიან კარგად ჩაიარა მოსამზადებელმა ეტაპმა, ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის ვიყავი მზად, ანასტასია და ნიკოლოზი სახში უკვე დიდები არიან და თვითონ დილას დგებიან სკოლაში, დადიან მათ ნაკლები, ასე ვთქვათ, ყურადღება ჭირდებათ. ყურადღება არ ჭირდებათ ნაკლები, მაგრამ დროის ამბავში უფრო მეტი თავისუფალი დრო მქონდა და ეხლა რაც გვყავს ილია ის არის წლის და 3 თვის მე ვეღარ ვასწრებ ამდენ ვარჯიშს რა თქმა უნდა დრო ამისთვის არ მრჩება არც იმისთვის რომ ისე ვიკვებო როგორც მაგალითად ილიაზე ვიკვებებოდი და რასაც მოვასწრებ ხოლმე ან როცა მოვასწრებ მაშინ ვიკვებები თუმცა რაღაცა ალტერნატივა ვიპოვე მაგალითად ილიას ველოსიპედით რო ვასეირნებ ხოლმე იგივე ეტლია და კარგი მძიმეა აღმართზე ავდივარ ხოლმე რომ იგივე ვარჯიში იყოს ფეხებისთვის და რაღაც ჩანაცვლებები თავისთავად ვუპოვე. აუცილებელი თქვა სატრენაჟერო დარბაზში, არამედ ჩვეულებრივ ყოფაში შეიძლება რომ გამოძებნო რაღაც ხერხები, სეირნობის დროსაც საქმეც ხდება. კი, იგივე სახლში ფუსფუსის დროსაც შესაძლებელი არის რომ თავისთავად გამონახო რაღაც გარკვეული სახეობა, ასე ვთქვათ, რომ შენი სხეული ფორმაში იყოს. აი რაც შეეხება ბავშვებს, რაც შეეხება შვილებს და რაც შეეხება თქვენს ახსაზრდელებს, როგორ უყალიბებთ და როგორ უვითარებთ მათ აი ამ თავარ თვისებებს, რომელიც შემდგომში დაეხმარებათ მათ ცხოვრების მანძილზე. მე ვითვალისწინებ ჩემი მწვრთნელების და ჩემი პედაგოგების ნათქვამს, რომელიც ძალიან ძვირფასი იყო და მაშინ როგორც წესი ვერ ხვდებით ხოლმე ამას, მაგრამ აი ეხლა ნამდვილად ძალიან ვაფასებ ქალბატონი ნელი სალაძე, ელისო ბედოშვილი, თინათი ნადირაშვილი, ჩვენი ქორეოგრაფები, უამრავი ადამიანი იყო, რომელმაც აი ბევრი ლაპარაკი ეს აუცილებლად ილექება ბავშვებში და ჩვენთანაც შეიძლება 10 ჯერ უთხრა და ვერ გაიგოს, ხო და ამბობენ ხოლმე რომ ამას არ ისმის, არ უნდა, არ არის ასე. შეიძლება არ უნდა და ჩვენ ძალიან ბევრი რაღაც არ გვინდა, მაგრამ აუცილებლად ბევრი საუბარი ძალიან მნიშვნელოვანია, ბევრი ისტორია, მესიჯის თქმა. ეს ყველაფერი ილექება ბავშვის თავში და შეიძლება 2, 5, 6 წელიწადში მოიტანოს შედეგი, ხო? ამიტომ ვცდილობ ბევრჯერ ავუხსნა, მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან მაბრაზებენ, რა თქმა უნდა, მაგრამ უნდა ვთქვა, რომ აი ძალიან კარგი ბავშვები გვყავს მე ძალიან მიხარია, როდესაც აი ვხედავ შედეგს, როგორ შეიცვალა, ხო, ეს თითოეული მათგანი. განსაკუთრებით ამაზე შეკრებები მოქმედებს ხოლმე, მშობლებიც იძახიან, რომ რა ვქენით 10 დღეში რა მოხდა. არა და სინამდვილეში ჩვენ არაფერს არ ვაკეთებთ. უბრალოდ ხვდებიან იმ ადგილას, სადაც ადამიანი ძალიან კარგად იზრდება, მენტალურად ყალიბდება, ხედავს შედარებით ყველაფერს, ხო, შედარება ხო ძალიან მნიშვნელოვანია დაინახო. აი ასე როგორ არის და წესრიგით როგორ არის ყველაფერი, ცოტა ძალის დატანებით რა შედეგი შეიძლება მოიტანო და ცოტა სიზარმაცით რა შედეგი შეიძლება მიიღო და აი ამიტომ როდესაც რაღაც გადაუშვი ყველაფერს და შედარების საშუალებას მიცემ
ესეც ძალიან გვეხმარება. ვცდილობთ ყოველთვის შედარებაც ვაჩვენოთ ბავშვებს. რა თქმა უნდა, მეც ძალიან ბევრი მეშლება ხოლმე, მეც ვსწავლობ მათთან ერთად. შემდეგ ფსიქოლოგები გვირეკავენ ხოლმე, ეს ბავშვები დღეს დადიან ფსიქოლოგებთან, მე მათგან ვიღებ რჩევებს და ყოველთვის ღია ვარ ასე რომ მივიღო რჩევები და მათთან ერთად ეს გავიარო, ვცადო, ახალ ხერხებს მივმართო. ვარ მკაცრი ასევე ვაღიარებ ამას. მაგრამ სიმკაცრის გარეშე მით უმეტეს ჩვენ სპორტის სახეობაში ხო არ გამოდის ძალიან ბევრი რამ. ჩვენი სპორტი არის დაუნდობელი, უნდა ივარჯიშო დღეში 7-8 საათი, მუდამ პირი უნდა გქონდეს ამოკერებული, როგორც ჩვენი მწვრთნელები ამბობდნენ და ამბობენ ხოლმე, იმიტომ რომ ვიზუალური მხარე ძალიან მნიშვნელოვანია. რთულია, მაგრამ ყველა რა თქმა უნდა ვერ აღწევს სასურველ შედეგს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, აი არავის არ ეგონოს რომ ბავშვს თუ არ გამოუვიდა სპორტულ კარიერაში რამე და მან დაანება 15 წლის თუ 16 წლის ასაკში სპორტს თავი, რომ მან ვერ მიაღწია წარმატებას. ეს აუცილებლად გამოიღებს შედეგს. აი, ჩემი მაგალითად მთავარი მიზანი იყო და ოცნება, რომ წავსულიყავი ოლიმპიურ თამაშებზე, როგორც სპორტსმენი. მაგრამ არ მოხდა ასე, ვერ წავედი. და სპორტს რო დავანებე თავი, რა თქმა უნდა, ბრაზიც მქონდა, ის შეგრძნებაც მქონდა, რომ ამდენი წელი ხوار დავკარგე, უბრალოდ ხوار დავკარგე, იმიტომ რომ ვერ ვისწავლე, აი ესეც კიდე ამასაც მინდა გავუსვა ხაზი თუ მოვასწრებთ. სკოლაში ვერ დადიხარ, ხო, 8 საათი რომ დარბაზში ხარ. ახლა ჩემ მოსწავლეებს სულ ვეუბნები, რომ აუცილებლად უნდა განვითარდეს და ისწავლოს სპორტსმენი, იმიტომ რომ განათლების გარეშე არაფერი არ გამოდის და თან ხვალ ჩვენ არ ვიცით ექნება თუ არა მას საშუალება გააგრძელოს სპორტი, ყველაფერი ხდება, ტრავმულია სპორტი და შეიძლება ყველაფერი ერთ დღეს დამსრულდეს, მაგრამ ხო, აუცილებლად ეს ყველაფერი წლების მერე გამოიღებს შედეგს, ეს შრომა, მოთმინება და დისციპლინა. მწვრთნელებზე და პედაგოგებზე ვისაუბრეთ. კეთი აუცილებლად მინდა გითხო შობლის და ზოგადად ოჯახის როლზე. რამდენად მნიშვნელოვანია მათი ჩართულობა, მათი გამოცდილების მიღება, სად უნდა მოახვედროს კონკრეტულ ადგილას საკუთარი შვილი. ხო, თქვენ შესანიშნავი მაგალითი ხართ თქვენი შვილებისთვის ბუნებრივია. არ ვიცი რამდენად ვარ მაგალითი ჩემი შვილებისთვის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის როლი და არსებობს ესეთი თანამედროვე სპორტში ძალიან კარგი თეორია სამკუთხედს ეძახიან. შედეგი არ დგება თუ არ არის შერწყმული სამკუთხედი და ეს არის მშობელი, მწვრთნელი და სპორტსმენი. და აქ სამივე უნდა იყოს კარგი ურთიერთობა უნდა გქონდეს და რაც მთავარია ნდობა. თუ სადმე ნდობა იკარგება, შეიძლება სპორტსმენს გქონდეს ყველა უნარი გახდეს ჩემპიონი. ან მწვრთნელს ყავდეს აღზრდილი, რა ვიცი, 10 ოლიმპიური ჩემპიონი, მაგრამ თუ სადღაც აი რომელიღაცა კუთხე დაზიანებულია, იქ შედეგი არასდროს არ დადგება და ეს ნამდვილად ასეა მეც პრაქტიკაში. ფსიქოლოგებიც ახსენეთ კეთი და ესეც მნიშვნელოვანი არის ფსიქოლოგიური კუთხით და თვალსაზრისით, სწორედ ეს ნდობა ალბათ, რომ ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა ძალიან მნიშვნელოვანი არის. იცით, აი ძალიან ბევრი შემთხვევა არის, როდესაც ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ჩართულობა. ჩვენი შვილები ჩვენთვის რა თქმა უნდა ყოველთვის პირველ ადგილზე არიან, მაგრამ მნიშვნელოვანია მშობელმა სწორად შეაფასოს ბავშვის შესაძლებლობა. შეიძლება ჩვენ ყოლია ნიჭიერი ბავშვები, მაგრამ იმდენად არ უნდა ბავშვს, რამდენადაც უნდა მშობელს. ამასაც ძალიან ვაფასებ და ესეც გამართლებულა ხანდახან, რომ აი 2 წელი მშობელი აწვევა ბავშვს, რომ არა უნდა, არა გააკეთებს, ხან წახალისებით, ხან ცოტა რაღაცა აი მოსყიდვით, რომ აი გააკეთე და გიყიდით რაღაცას. თუმცა 2 წელიწადში მე ეს ბავშვი ისე შეცვლილა, იქონია პრაქტიკა, რომ თურმე მშობელი მართალი იყო, ანუ არ არსებობს, აი ერთი იდეალური არ არსებობს. ხანდახან პირიქით ეს ძალიან უშლის ხელს და ბავშვი ისე ინგრევა, რომ საერთოდ ჩვენი დანახვა აღარ უნდა და შემხედრია კიდევაც ქუჩაში ჩვენი ყოფილი მოსწავლეები და არც მომსალმებიან. და ამ თავიდან ბრაზდები, მაგრამ მე ამის ახსნას ვპოულობ მეც, რომ ბავშვს არ უნდა დავაძალოთ ჩვენ, მაგრამ ხანდახან ესეც საჭიროა თითქოს, ხო? ამიტომ ყველა შემთხვევა არის ინდივიდუალური და აქ ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთობა აი ამ სამკუთხედის, რომ მწვრთნელმა, მშობელმა, ბავშვმა ერთმანეთში ისაუბროს და მშობელიც, ხო, თუ არ ენდობა მწვრთნელს, აი იქ უკვე ძალიან რთულია მუშაობა. თავისთავად კი ეს შემდგომი ბავშვიც აისახება. კი და ვინგრევა ყველაფერი, მე ხო, აი მთელი სისტემა ინგრევა.
ძალიან დიდი მადლობა ქეთი მოგზაურობისთვის, იმისათვის რომ ყოველთვის პოულობთ დროს, რომ ჩვენთან სტუმრად მოგზაურდეთ, გვეწიოთ და შევები მოგცეთ. ძალიან მშვიდობებით. ნახოთ. ანმოვარჯიშე და ტელეწამყვანი ქეთი ხატიაშვილი იყო ჩვენი სტუდიის სტუმარი.